მეგობრებო, ეთერშია საუბრო და დაცემა საცნობის საათი. მე მისი ავტორი და წამყვანი ცისი გურიელი გახლავართ. ეს ნებრივი ყოფების სტუმრად აი ამ არაჩვეულებრივ აბრეშუმის გალერეაში, რომელშიც ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი ხდება. აქ წარმოდგენილია ნახატების გამოფენა, არაჩვეულებრივი ნახატების სხვადასხვა ავტორების გამოფენა და რა გამოფენა ამაზე ცოტა მოგვიანებით ვიტყვი მინდა ჩემი გადაცემის სტუმარი გადაცნოთ ეს გახდა მომღერალი და მსახიობი ბატონი მამუკა პავლიაშვილი ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან საყვარელი პიროვნება არაჩვეულებრივი ქართველი კაცი არაჩვეულებრივი მამა არის შესანიშნავი მეუღლე შესანიშნავი მეგობარი და თბილისის ერთ-ერთი კოლორიტი პიროვნება მოგესალმებით ბატონო მამუკა ილოცავს თქვენი 55 წლის იუბილეა და ამ იუბილესთან დაკავშირებით ხდება აი ეს ყველაფერი და მე მინდა რომ ქართული ტელევიზიის საქმეით მოგვილოცოთ იუბილე ვისურვოთ ყოველივე საუკეთესო ჯანმრთელობა გრძელობა წარმატებები როგორც საზოგადოებრივ საქმიანობაში ისე პირად ცხოვრებაში მადლობა დიდი ასეთი სიურპრიზისთვის ჩემთვის მოგდები იყო ეს გადაცემა და მე 5 წლის გავყია ჩემი ოქროს დაბადების დღეობასაც იყო მე რადიოლა კარგი არ აქვს მე ყოველთვის ვემოდები ამ დღეს ამ წელს იმიტომ რომ ეს არის 2025 წლის 5 იანვარი და გახდი 55 წლის ეს არის ჩემთვის დღეს ოქროს დაბადების დღე ცოტა სხვანაირად პროგრამა ჩაფიქრებული რაღაცები შეიცვალა დღესაც პროგრამა იქნება აბსოლუტურად იმპროვიზაციაზე აწვდილი არაფერი არ აქვს ნამდვილად დაგეგმილი ყველაფერი მოხდება რაც მოხდება აი ეს ჩვენი მოგზაურობის იმპროვიზაცია აი ეს გავუხდება მე მოგესწრება რომ მაქვს parametrove და არამარტო parametrove ჩაკვეთილი ხადახარ მერდება რომ უცხო დასახელება მაგრამ 400-მდე ნახატის პრობლემები აქვს და ჩემი ოჯახი ოჯახის საფუძვლება და დღეს გამოვყიდე ჩემთვის განსაკუთრებულად საფარელი ავტორების არქივი თუმცა ბევრი წარმოიდგინეთ რამდენია 400 პროგრამში ძალიან გამომჩნევა ზოგი სიაცია იქ რაღაც სკოლა მოგვესდება შეცვლი ექსპოზიციას ასე მოგაცნობდი და აქ ნამდვილად რედაქტორები ამასენებს და ძალიან ცუდად ნახატი მომას უზოგს ბატონო აი ავტორები მითქარს მაინც რამდენი ავტორი რომ ვიტყვათ მისი დამუშავებია აი ახალგაზრდა გოგონა არის მაინდოშვილის ნახატია თამარ მამუშაშვილის ნახატი თბილისის ციკლია ლანა შვილი უსაფროს ისა არის შამბაშვილის ნახატია მუჯიერის ხარის და რა ვიცი ვინა არის ამჟამად ამია ფილაური ჯადოქარის ჩვენი აპარატი ჯადოქარის ინგლისის სამშობლოები შენიშნე მედიატელევიზია სამგელოზი არის მუხას სამშობლოები მამაშვილი ხაებაძეები ძალიან მიყვარს გულა მახარაძეს ავტორი მის ნამუშევრ აი ამ სულ ამბობს ბატონო მამუკა ჩვენი ხედავთ რომ არის თქვენი პორტრეტი ერთ ანგარიშში და მეორეც თექაში მინდა გადაწყვეტები თექა არის ჩემი ოჯახია უნიჭიერეს კაცია რესიფერა სალამი ხატავს წეს დენის რაც ყველაფერი თუკინამე არის ხელოვნური შემადგენელი კაცია და მე ვფიქრობ რომ ჩემი სასაფლაოისა და ჩემს ოჯახში არ არის
აი მისგან არის თუკი რამე არის კოდირებული ჩემში ეს შავერაშვილის არტეკა და ის ჩვენი დიდი მაესტროს თანამედროვეობის გოჩაძიაშვილის პორტრეტია რომელიც არის ჩემს საიუბილეო ბუკლეტის გარეკანზე და ამიტომ მე ვარჩიე რომ მხოლოდ ეს ორი გამოვიყენო აი ბუკლეტს ნახავს საერთოდ საზოგადოება და იქ ძალიან ბევრი პროფესიები და მაქვს მაგის ფუნქცია უჩვენე ძირფასი ხატები და უბრალოდ ვერ გამოვიყენია ამდენ შეფორტებს და ვარჩიე ჩემს ორი გამოვიყენო ბატონო მამკა აი სულახან ჩავლილია ძველი სახელმწიფო მაინც საქართველოს გვაქვს მოყვება საქართველოს მიცით ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულად გვაჩნია და არის კიდევაც ახალი და დიდხანს იცხოვი ამ დღესასწაულმა ამ განწყობამ დღესასწაულმა გაგრძელება რას ვისურვებთ საქართველოს ხალხს მე ვისურვებდი აი როგორი ლამაზიც არის ჩემთვის ესეც არის ეს არის და როგორი გრძნობაც მე მაქვს აი ისეთი წელი იყოს მთელი ქვეყნისთვის ბედნიერების სიხარულის ხამის ბაგათის გამწვიანება ეს ყოველწლიური სანაკრებია რამდენიცაა და პირველ რიგში მაინც რაღაც ასაკთან ერთად უფრო მეტად ვახასებთ სიტყვა ჯანმრთელობის ფასს და ეს ყველას ვისურვებთ ჯანმრთელობას პირველ რიგში ხალხი ჯანმრთელი და მე გამოძებნის ადამიანებს ყოველთვის ყველანაირ სიტუაციაში რაღაცას ლამას სასიამოვნოს მithumetes ქართველებს გვაქვს ბუნებაში იგივე სიმღერა იგივე ჩვენი ცევა და ასე შემდეგ ასე გაფრთხილებული რა თქმა უნდა ბატონო აი ამ სოციალურ ქსელში ერთი რამდენიმეჯერ შევხვდი აპოლონოს თქვენ სტარტს რომ აი აქ აბრეშუმის გალერეაში მაქვს საიუბილეო საღამო გამოფენასთან ერთად რომელიც არის თქვენი ოჯახის კერძო კოლექცია სხვადასხვა მხატვრების ნახატები იქნებოდა გამოფენილი და აღნიშნავთ იქ რომ ეპატიჟებოდით ყველას არავინ არ დამეპატიჟია მაგრამ დაწყება თავისუფალია და საჩუქრებს არ ვიღებო ძალიან მოგზაურობრივი ცოტა ეს თავდამური განაცხადია ეს რომ საჩუქრებს არ ვიღებო მაგრამ აი თქვენგან ქართული საზოგადოებისთვის დღევანდელი დღე არის მართლა ძალიან დიდი საჩუქარი იმიტომ რომ ზოგადად ცხოვრება ძალიან დაიტვირთა ნეგატივი და ძალიან დაიტვირთა რა ბოლო პერიოდში რაღაცა ისეთი არასასიამოვნო ფაქტებით თუ სოციალური ქსელიდან თუ ტელევიზიებიდან თუ რეალობიდან და ჭირდება საზოგადოებას აი ამნაირი განტვირთვა და აი ამ გალერეაში დღევანდელ მოცემულობაში რაც დღეს მოტანილია მართლა აი სული საკუთი მოიგონეს ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ყველა მაგივრად გიხდით მადლობას მე მინდა ქართულ ტელემოქმედებას ქართული ტელევიზიის მაყურებელს მოვახსენო რომ ჩემთან სტუმრად იმყოფება ასევე რა თქმა უნდა ტრაფაში იმყოფება ბატონი მამუკას მეუღლე ქალბატონი მაია ქალბატონო მაიკო თქვენი მეუღლის დაბადების დღეს გილოცავთ გისურვებთ ჯანმრთელობას პირველ რიგში მე მინდა რომ აი თქვენი ორივეს თანაცხოვრების აი ის წლები გიგრძელოთ და გისურვოთ რომ კიდევ ბევრი იმდენი ერთი-ორი იმდენი კიდევ ერთად გეცხოვროთ რას იცოდეთ თქვენ მეუღლეზე ძალიან სასიამოვნოა ცხოვრება შემოგვიყვანოს გვერდით ეს წელს ნუ დიპლომაში სოფში მოგვიყვანოს ასევე საკუთარი შეხედების ვიხოსოჯარს სამყაროში ესაა გამოგოჩენს დიანა დიპლომატიის სამყაროში და ეს იყო რა თქმა უნდა ქალბატონია თქვენ ძალად რომ 30 წელზე მეტია მეც მოიცავს ეს თქვენი მეუღლეობის პერიოდი. როგორ
ფიზიკში თუ შესაძლებელი არ იქნებოდა ჩვენი თანასწორობის პერიოდი თუ შესაძლებელი არ იქნებოდა. არა, იცით რა, არის ხშირად ისეთი სიტუაციები, რომ რაღაცების გამო ჩვენი ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, აი ადამიანები მე აღმოჩენენ ხოლმე თუმე ის არ აღმოჩნდა, რასაც ელოდებოდნენ, ისეთი არ აღმოჩნდა ის პიროვნება, როგორ გადაც მიაჩნდათ და რაღაცების გამო იკავებენ თავს, ეწერიან იმ ჭამას, იმიტომ რომ ეხლა ოჯახი. მაინც რას გამოყოფით ბატონო მამუკას თვისებებიდან რაღაც აღნიშნავდით. რა გიყვართ აი ამ ადამიანის თვისებებიდან უფრო რომელი გიყვართ? როდესაც მისი შემოქმედება თავიდანაც სულიწევი, რომელსაც მისი საკითხული ლექსი იასერამდელი და ამ შემთხვევაში მიმეცია ის გაცნობა როგორც პერსონაჟს და პიროვნებას. აბსოლუტურად ის დიაჩემი მოგოდინები მე აღმოჩნდა მისი შესაძლებლობები და უმეტესობას მომგას როგორც ეს ჩვენი ტრადიციული სკოლის ჩვენი ძალიან კარგი. დიდი მადლობა. მე მინდა თქვენთან ერთად მოვიწვიო ვაჟი თქვენი არაჩვეულებრივი უცროსი ადამიანი ავლიაშვილი შვილის აი არაჩვეულებრივი ადამიანის მამუკა ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს ჩვენთან გადაცემაში წამდებოდით ძალიან გამიხარდა თქვენი ნახვა და ახლა თქვენ ჯერია მიულოცოთ მამას ეს დღევანდელი დღე დაბადების დღე და ასე ეთქოდით მამას გამოჩნდება აი ესეთი უცხოელი და უბრალოდ ძალიან მიმარხარ ზოგადად ადამიანს ჩემთვის მე ჩემს დია ესეთი არაჩვეულებრივი და ეს ახალწევა ყოფილოს ყველასთვის მეორე იმის მიზეზია. მადლობა. ბატონო მამუკა, თქვენი აი სახეობური ნიჭი გჭირდება. ამას მართლა ვიკითხავდით რამე ისეს ლექს. წავიდეთ ბატონო. დია იმიტომ საღამოზე გამილა დავიცი საღამოზე რა მოხდა. აი ჩვენ სამში ხარდა და ჩემი დოგლაბულავას ლექსტარი კიბაზადაც გამასე. მაგრამ მინდა კლავ დარდიან ჩვენ დღეს ფილში ვინააფლებს ხოხობს გამაჩერებს ახლა იმ უცხოელი კანტოს სიძვის განმარტებას ემთხოვს თოგი დარდოს რაც მემკლავსო რად მითხარი და მიწაზე დაახეთქებს ბოხობს შემომხვდება ახლა სადმე მათხოვარი შემომტირებს შეწყალებას მომთხოვს მერე აღახს მომაწოდებს ვინმე ბელს და მე კი რაჭარს ვადღეგრძელებ ტოტოს გამაჩერებ მე უცხოელს და კარტოს სიტყვის განმარტებას მომთხოვ ბრავო არაჩვეულებრივი მადლობა დღევანდელ საღამოს სტუმრობს არაჩვეულებრივი პიროვნება ზოგადად საზოგადოებისთვის ძალიან კარგად ცნობილი ადამიანი მომღერალი და კომპოზიტორი მიხეილ ზაქარიაშვილი. ბატონო მივესალმოთ და მიულოცოთ ბატონო მამუკას დღევანდელი დღე და აი ეს არაჩვეულებრივი რა თქმა უნდა მიულოცოთ მამუკას არაჩვეულებრივი ადამიანია ჩვენ გასაკვირად შეხვდა შეიძლება ჩესპერკში ისე მაღაზიას ძალიან ჩესპერკში უფრო ზავაყურებთ მას ამორეგმირი თამაშა არაჩვეულებრივი და გეოგრაფიული ულიგასი და ეროვნული ახალწელი მერვა ჯანტელა
უბრალოდ დარბაზში აი ამ არაჩვეულებრივი მამუკა პავლეაშვილის პორტრეტის ავტორი ხატვარი ეს შალავაშვილი მიულოცა მამუკას დაბადების და რა სიტყვის ის I made it. ერთ-ერთი უბედნიერესი დღეა. აბსოლუტურად დღევანდელი საღამო იქნება სრული იმპროვიზაცია. არაფერი აბსოლუტურად დაგეგმილი არ არის, არაფერი წინასწარ არ არის შედგენილი, იმიტომ რომ როდესაც გადავწყვიტე ამ ღონისძიების მოწყობა, ეგრეთ წოდებული ჩემი ოქროს დაბადების დღე, რადგანაც 5 წლის რო ვიყავი, ან ჩემი ოქროს დაბადების დღე რო იყო, კი გადავიხდნენ მამაც, იმიტომ რომ ყოველთვის მიხდიან დაბადების დღეს, მაგრამ მე ან და ყოველთვის ვეროდებოდი 2025 წლის 5 იანვარს, როდესაც გავხდებოდი 55 წლის. ან 4-5 არის ოქროს დაბადების დღე დღეს. თქვენ კი აი ოქროს ადამიანები ხართ დღეს ჩემს გვერდით. არავინ მე პერსონალურად არ გამიბადიში. არავისთვის არ მიმიწერია, არავისთვის მოსაწვევი არ გამიზარდია. ოჯერ დავდე პოსტი Facebook-ზე, რომ ვისაც სურვილი გექნებათ მდგომარეობის და ასე შემდეგ გაფრანგსინები. თვითონ პროგრამა, რომელიც რადგანაც არის დისკის წარდგენა, აუცილებლად მინდოდა რომ ყოფილიყო კონცერტის სახე ხდებოდა ამ ყველაფერს. მე რაღაც ისე მოხდა, რომ ცნობილი მოვლენების გამო თითქოს, მაგრამ დღეს მე აქედან ისე ვერ დაგიშვებ ვერავის, რომ რამოდენიმე სიმღერა არ იმღეროთ ჩემი ახალი ალბომიდან. ეხლა რაც შეეხება აი ამ ბუკლეტს, მე მაქვს ბედნიერება და წილად ბედნიერება, რომ ჩვენი თანამედროვე ქართველი მხატვრების რაც მუსიკას ახიერე გავხტარიყავი. ძალიან ბევრი მხატვარმა დამხატა. ამ ბუკლეტში შესულია ამ მხატვრების ნამუშევრები. მე არ წამოვიდე, არ გამოვიდე. წამოვიდე მხოლოდ და მხოლოდ თანამედროვეობის დიდი მეტრის ბატონ ოჩა ზირაქიშვილის ნამუშევარი, რომელიც გარეკანზია და წამოვიდე თექაზე გაკეთებული ჩემი ბავშვობა, რომელიც შესრულებულია ჩემი ძვირფასი ადამიანის, ჩემი დეიდაშვილის, რომელიც ვინც სინაიდვილეზე ხართ ჩემთან ამყოფები 50 წლის, როდესაც შემსრულდი მაშინ იქ გაიცნობდით, იქ გაგეცოდინება, ვინც არის და გაიცანით. თუ კი რამე არის ჩემში არტისტული და ასე შემდეგ, ვინაიდან და რადგანაც ჩემს ოჯახს არასოდეს არანაირი შეხება არ ქონია არც დედას, არც მამას აფდებია ბაბებს ასე შემდეგ ხელოვნებასთან, აი ჩემი ბესი შალევაშვილის გენეტიკური კოდია, თუ შეიძლება ასე ითქვას, რასაც მე დღეს ვაკეთებ, 10 წლით არის შემდგომში იგავებულება შემძებადარად, მაგრამ ხოდა მისგან და დეიდასგან კიდევ ერთი დეიდა ყავდა, რომელიც აღარ აიცოცხლ მის სიმღერას შევასრულებ დღეს, იმისგან მაქვს ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში მაქვს უფლისგან და მადლობა უფალს, რომ მე იმ ნიჭით, რომელიც მან დამამადლა, გამხადა ქართული სცენის
პატარა ხელა რაღაც ნაწილაკი და მოუცა უხდება დამდგარი თავი ადგილას რომელზეც ბავშვობიდან ვაბოდებდი ბავშვობიდან ვეტრფოდი სცენა ადგილი სადაც შენ ოდნავ ზემოთ დგახარ და ეს ამდენი თვალი აი ეხლა ასად ზუსტად ერთაირად ვარ ეხლა ძალიან კარგი ერთი ვარ ეხლა სიტყვა და აი ყოველთვის მქონდა ის მომენტი რომ მე თუ დავდგები სცენაზე და ეს იმაზე მეტი პასუხისმგებლობა ვიდრე შეიძლება გასმოდიებული მოდელი თუნდაც მსახიობებს სცენაზე დანა მაგრამ მეც ამის გასმოდიების უნარიც მაქვს ისი არასოდეს არ უნდა თქვა არასოდეს სამკუთხედს ჩემს განაძია სამკუთხედს იმას ჩემი დიდი პარტნიორია ჩემი მამა გიორგი შაშვილია და მამაო შეიძლება გამოდევიდე სიტყვით ჩემი მეუღლის მეუღლე და შაშვილი Salve, c'è un passaggio, abbiamo stato per il finisce c'è sugli specializzati in Boschios, Luga Boschios, Lumat, di si passi da Lumat, c'è chi fa la fila, e chi guida quando facciamo il signore e chi poi ha visto Otis, Steve Solis potevano seppellire, andate nel trasformers, Jesse Paulis, come fanno le varie funzioni. Ragazzi, grazie a Rigmano, Ludo uscito da mezzo anno, io del Sagitario, e la ragazzi, già non so perché la usi. Ciao, Goianas, Goianas, Operações, vamos dar um jeito de treinar, somos dois jogadores, se vai melhorar, vamos dar um jeito, cada um pode gerar, pensa como um sujo qualidade, então tchau tchau, treinar muito, acho que deve dar, vamos lá, vamos já fazer, mas vai ficar então, acho que vamos já fazer საზოგადოებრივ ხავს ამჯობს და მე ჩემს იმიტომ მე ჩემს ვიღებთ ეს ჯახიტა უცამოთ ეს უცამ ხალხს ვიღებთ და გამეჩნევას უცამ ეს პროფესიონალ სიტუაცია სიტუაცია წარმოდება ვიზუალურ ერთობას და ამას აკეთებს და ამას შეიძლება რომ ეს გასახარნი ეს საოცარი შინაგანი სიყვარული და შინაგანი თავისუფლება მაქვს ახლა იმიტომ რომ არაჩვეულებრივი ადამიანის იუბილეა დღეს მამუკა პავლეშვილი ჩემთვის არის სამშობლო მამუკა პავლეშვილი არის ჩემთვის სოხუმის თეატრი სადაც მე ძალიან დიდი სიყვარული და ბევრი ემოცია მაქვს დატოვებული მამუკა პავლეშვილი არის ჩემთვის ცხინვალის თეატრი. იქაც არანაკლები ემოცია მაქვს დატოვებული, მათ შორის სისხლიც და ოფლიც ორივე სივრცეში. მამუკა პავლეშვილი ჩემთვის არის თბილისი, საოცარი შინაგანი სიყვარულით და მისი უშუალო ემოციით გაჯერებული საღამოებით. მამუკა პავლეშვილი არის ჩემი სამშობლოს ციხე-ბურჯი, ოჯახის სიმბოლო და ღირსება და მამუკა პავლეშვილი არის ჩემთვის საოცარი სიყვარულის ადამიანი, ქართველი შინაგანი სისუფთავის კაცი. და რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი შემოქმედი და
კოსმიური ინტელექტის ადამიანი. საოცრად ამაღლებული ღვთაები, ცნები, თუმცა საოცრად უბრალო. და მე ჩემ თავზე ვამბობ ხოლმე შინად და ვამკარ ჩემზე უკეთესი ამ შემთხვევაში. უბრალოება სიბრძნეა მისი. მე მინდა მას ბედნიერება, მე მინდა მას ოჯახური ბედნიერება, სამშობლოს ბედნიერება და პლანეტარული ბედნიერება უსურვო. და ფრაზა ალბათ ასე მოუხდება. ვიცოცხლებ მანამ, ვიდრე ჩემი ცოცხლებს ხსოვნა და ჩემი სისხლის ერთხელ მაინც წამიქცევს ჭიქას. კაცის სახლები მირჩევნია 60 პოვნას, რადგან კაცობა ძვირად პასობს, აქაც და იქაც. კაცის სახლები მირჩევნია 60 პოვნას, რადგან კაცობა ძვირად პასობს, აქაც და იქაც. სულ მაგარი კაცისადროა. არტისტი იყო საუბარი და მომდააბრუნდა რომ ძალიან პატარა ადგილი მოხსო. მე ასე მგონია რომ პატარა კი არა და უდიდესი ადგილი, იმიტომ რომ აი თუნდაც აი არაფერს აკეთებდა ადამიანი ღეროდა თავისთვის და ჩემი სული სიმში აკია და დაწუნებული ვარ ყველის. მადლობა მამუკა ღირვანდელი ქრისტეს. მადლობა იმისთვის რომ არსებობდა. არა მხოლოდ ჩემს ცხოვრებაში, აი ამ ადამიანების ცხოვრებაში და შენ კიდევ უფრო დიდი აპატიის შეიძლება მოგვატარჩობის ძალიან თვითონ იხარ. უბრალოდ ძალიან ბევრ ადამიანს უყვარდა და დაწუნებულად კიდევ უფრო მეტი იქნებოდა აქ უბრალოდ შესაძლებელი რომ ყოფილიყო. მადლობა იმისთვის რომ არსებობდა მეგობარი. მე ასე მგონია რომ მე რატომ აღვიქვა მამუკას მეგობრად. ჯერ არ ყოფილა შემთხვევა მე მამუკასთვის რაღაც პატარა მეთხოვოს და არასოდეს არ უგრძნობინებია, არასოდეს არ მაგცნობინა რომ ის დაკავებულია. ყოველთვის არის ჩემს გვერდზე. მადლობა იმისთვის რომ ასე გვესახურები გულწრფელად და ერთგულებად ჩვენ. აიწევს პარდა სუნთქვა შეგრული ისე სასაუს როგორ მოელი სცენა რომელზეც პირველ ნაბიჯებს დგამდა ნაცნობი სულს გადაიწევს რა გავიწევს Forgiveness tiguli dačna Vitrat kreba apisha zveli sukati Khod didisi rakhcha Misi agmadevula teatri Siamadevuleva teatrali Rosaruknevi mashini khdeva rakis uli Rosaruknevi mashini khdeva kivilis mizes Rosaruknevi sevdit shekhedam dashvili agas Tavsh chalma da daidire Kapervi isnebs Ჩემს სამარესთან გაირიდები რუსა ვიქნები მისი სპექტაკლი უსასრულობას გავდა ნიღავს გადადრევს გაიღიმებს და ისევ ბრუნდება ძველი არტისტი Misi ცხოვრების ყველა გზამნიდი ყვავილების დაიგული დაჩერნა ვითხრათ ქრება
აფიშაზე ძველი სურათი ხოლო დიდი სიყვარული დარჩა მისი აღმატებულება თეატრი მისი აღმატებულება თეატრი ყვავილების დაიგული დაჭრნა ვითლაქრება აფიშაზე ძველი სურათი ხოლო დიდი სიყვარული დარჩა მისი აღმატებულება თეატრი მისი აღმატებულება თეატრი ქრება რამდენი რომელიც არის იცვლება. მოვა დაბადების დღეზე ყველა სოციალური მთავრის მის დღეს სოციალური როგორ ჩემი გადაცემა რეპორტაჟი, არაჩვეულებრივი გადაცემა რეპორტაჟი აი ამით დამთავრებულია. მინდა კიდევ ერთხელ უსურვო ბატონ მამუკას წარმატებები, ძალიან ბევრი სიხარული და წინსვლა, როგორც წინა ცხოვრებაში, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში. მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ, მიყვარხართ.